1 ბილიონი ადამიანი სოფლიოში სვამს ყავა. ყოველდღე 2.25 ბილიონი ჭიხა ყავა იყიდება დღეში. ერთი ჭიხა იქ ჭემია. თქვენ რამდენი ჭიხა ყავა სვამთ ყოველდღე მეგობრებო? ყავა არის ჩვენი ჯანმრთელობისთვის, ჩვენი ნაწლავის ბაქტერიებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო პროდუქტი. მაგრამ დაახლოებით ყველა ადამიანი სვამს ზედმეტი რამდენი სჭირდება. იმიტომ რომელიც პროდუქტი კარგია, მერე გახდება ჩვენი ჯანმრთელობისთვის ცუდი. რამდენი ყავა უნდა დალიო ადამიანმა ყოველდღე და მნიშვნელოვანია რა დროს უნდა დალიო. ხანდახან ურევენ ესეთი ნივთიერებები, რომელიც არ შეიძლება. თუ სვამს ყავა უნდა დალიო. ზოგი ამბობს, მე ღამე ყავა სვამს და კარგათაც ვძინავს. შეიძლება არ სვამს ყავა. იმიტომ იმ ჭიხაში შეიძლება ყავა არ არის. ყავა გაძლევს ენერგია. არა მეგობრებო, ყავა ენერგიას კი არ გაძლევს. ყავა დალევის მერე თქვენ უფრო გრძნობს, რომ თავის საქმე უფრო კარგად აკეთებ. ენერგია ყოველთვის გაძლევს ნახშირწყლები, კალორიები, ცხიმი, პროტეინი. აქედან არც ერთი არ შედის ყავაში. ყავაში შედის კაფეინი, რომელიც გაძლევს აქტიურობა. ვითომ ცოტა ხნისთვის გახდი აქტიური. მაგრამ ეს აქტიურობა არის ცოტა ხანი. ზედმეტი ყავის დალევის შემთხვევაში იბლოკება ეს ქიმიები, რომელიც გვაძლევენ ჩვენ ნელა-ნელა საგამოთ იმ ტალღებისკენ მიყვანს, რომ ძილის დროა ჩვენ უნდა დავიძინოთ. თქვენ თუ სვამს ყავა ზედმეტი, მაშინ იმ ტალღებში ვერ შეხვალ და ღამე ღრმა ძილში არადროს არ შეხვალ. ყავა უმატებს მეგობრებო კორტისოლი. ერთ-ერთი ჰორმონი კორტისოლი, რომელიც აკონტროლებს სიცხლში შაქარის დონეც, როცა დაბალია, აკონტროლებს. ადამიანი ფიქრობს, მოდი ცოტა მშია ყავა დავლიოთ და თან ცხიმის დავიწევ ცოტათი და ყავა მიყვარს კიდეც. ცხიმი წვაც ბლოკავს ყავა. იმიტომ კიტოსესები რო არის მეგობრებო, კიტონები თქვენ როცა არ ჭამს საჭმელი და თქვენი ორგანიზმი ჭამს იმ შენახული ენერგიებს, ცხიმს. როცა კორტისოლი იქნება მაგალი, თქვენი ცხიმი წვა დაიბლოკება და თუ სვამს ყავა მეტი, უფრო და უფრო მეტი წახვალ კორტისოლ ზევით და წონაციც ვერ დაიკლებს. ბევრი ყავის დალევის შემთხვევაში მეგობრებო, სეროტონინი რომ არის ჩვენი ხიარულის ჰორმონი, რომ ხასიათის ჰორმონი, რომ კაი ხასიათზე რო იყო, ბევრი ყავის დალევის შემთხვევაში ეს წავა ქვევით და ის ყავის დალევა ისე არის მეგობრებო, თქვენ რო ეუბნები თქვენი კატა ან ძაღლს, ეს გააკეთე და მერე ხო აჭმევს საჭმელი. იგივე არის ყავაც. ერთი ყავა დალევის შემთხვევაში ცოტა ხანი კაი ხასიათი, მაგრამ ისევე ესე ჰორმონი ხიარულის წავა ქვევით და თქვენ კიდე დაგჭირდება, რომ მიდი კიდე მესიამოვნება კიდე დავლიოთ. ჯოგი ადამიანი 6-7 ყავა სვამს დღეში, რომელიც ძალიან ცუდია ჩვენი ორგანიზმისთვის. მით უმეტე ჩვენი ტვინის ჯანმრთელობისთვის და ღამე ღრმა ძილში არადროს არ შეხვა. ჩვენი თითო დალეული ჭიხა ჩვენი ორგანიზმიდან მოაქვს კალციუმი, B ჯგუფის ვიტამინი, B1 ჯგუფი, კალიუმი, მაგნეზიუმი. თითო ჭიხო ყავა დალევის შემთხვევაში ეს მინერალები მოდის ჩვენი ორგანიზმიდან გარეთ. თუ ხარ მიჩეული ბევრი ყავის დალევის, ეს მინერალები აუცილებლად უნდა გასინჯო. მაგნეზიუმის გასინჯვა არ არსებობს. უნდა ყოველთვის ყურადღებად უნდა იყო ეს ჩამონათვალი მინერალები აუცილებლად წავა ქვევით. ბევრი ყავის დალევის შემთხვევაში. თქვენ თუ ურევს იმ ყავაში შაქარი და ურევს კიდე იქ რძე, მაშინ ეს პოლიფენოლი, რომელიც ჩვენი კარგი ბაქტერიებისთვის კარგია და მაგის საჭმელია და
მაგი დანახვა უხარია. რძეში რო არის ლაქტოზა მეგობრებო. ლაქტოზა დაიწებება იმ პენიფენოლებთან ერთად და წავა ისე გარეთ. ჩვენი ნაწლავის კარგი ბაქტერიებს არ მოსწონს ლაქტოზა და გლუტენი. იმიტომ მერე იქიდან იბადება ოტოიმუნური დაავადებები, როცა ძალიან ქვევით მიდის ეს ბაქტერიები, ცუდი ბაქტერიები ყოველთვის ძლიერი არის, ადამიანში იბადება ოტოიმუნური დაავადებები. იმიტომ ყავა ჯოგი გამიგია, რომ ყავაში ერთი კოვზი შაქარი აუცილებლად უნდა იყოს, თორე ცუდად მოხმედებს გულზე. აბა შაქრმა რა ხნა ერთი ჭიქა შაქრმა უფრო გააფუჩა ეს ყავა. იმიტომ მეგობრებო, ყავა ყოველდღე წადე რომ 2 საათის წინ, ანუ 2 საათამდე დალიო, 8-დან 10-მდე უფრო საუკეთესოა. ერთი ჭიქა ყავა ყოველთვის კარგია, მაქსიმალურად შეგიძლია 2 ჭიქა, მესამე ჭიქა უკვე პრობლემა არ შეურიოთ იქ რძე და სხვადასხვა შოკოლადები. იმედია მოგეწონება ინფორმაცია, აზიარეთ მეგობრებში და დალიე გემრიელად დილის ერთი ჭიქა ყავა. კარგად და ჯამთი.